თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დიდგორი 2025-ის ფარგლებში შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. თავდაცვის ძალების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებები ტაქტიკურ დონეზე სინქრონიზაციასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს. დიდგორი 2025-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა შავ ზღვაშიც. სიმულაციური სცენარის მიხედვით თავდაცვის ძალებისა და შსს წარმომადგენლებმა შავ ზღვაში სინქრონიზებულად აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. დიდგორი 2025 მიზნად ისახავს კრიზისული სიტუაციის, საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედებების დახვეწას. მინდა აღნიშნო, რომ სწავლება დიდგორი 2025 კიდევ უფრო მასშტაბურია, როგორც საველე, ისევე საშტაბო მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მომაღლებს ჩვენ ურთიერთთავსებადობას. უწყებათა შორის სწავლება დიდგორი 2025 მოიცავდა საველე და საზღვაო კომპონენტებს. საზღვაო კომპონენტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკურმა ჯგუფმა და მკვინთავთა ჯგუფმა.